Ajam kitla, რა გაგიმებსო და გულწრფელად უპასუხო რომ იტყვება და იმიტომ მეშინო რატომ ობიექტურ სასამართლოში ნებისმიერ ადამიანთან უბრალოდ გავიაროთ ეს ამბავი ოღონდ რუსეთის გარეშე და ნახოთ იტყვება თუ არა ბატონო გიო. ბატონო დავასრულოთ მსგავსი კომენტარები არანაირად არ ჯდება ამ მოცემულობაში. ადიციალურმა სამართლმა მექნება შეკითხვები და შეიძლება დავასრულოთ და თუ მკითხავს დავასრულოთ დავიცავ შეკითხვები და დავასრულოთ. არაფერს არ გავუწევ შეკითხვა. როგორც მახსოვს, ნუმერაც მახსოვს გასაგებია. კარგი. როდესაც ჩემი დაკავება მოხდა, სად იმყოფებოდა, სად მდებარეობდა თქვენი ოპერატიული მანქანა, სადაც მოლოდინის რეჟიმში იყო? როცა მოხდა ბატონო მოსამართლე ადმინისტრაციულად დაკავება, მანქანები იქვე იყო და მაშინ ზუსტი კონკრეტული ლოკაცია არ ამიღია, აი ესე გეტყვი, ლოკაცია არ ამიღია რა ადგილას იყო ზუსტად. იყო მიმდებარედ იქ მანქანები და მოვიდა ჩვენი თანამშრომელი ჩავჯექი და წავით სამი. ის მიმდებარედ იყო რომ გაიქცეთ ირგვლივ. აკავების ადგილას თამარაშვილის ერთმანეთის მიმდებარედ. ნაგვის ხუთთან იძახეთ თქვენო? არა, ნაგვის ხუთთან არა, ნაგვის ხუთიდან რომ გამოგიყვანეთ და მოხდა თქვენი დაკავება, იქვე ახლა როგორ დავხაზო ეს უშუალოდ ახლა სანამ სადაც შესაძლებელი იყო იქ მანქანის გაჩერება, რა ადგილასაც ოპერატიული მანქანები სადაც იყო გაჩერებული, იქ იმას ვქენით. ახლობით 40 მეტრი 30 და არ ვიცი, ეგრე არ მახსოვს ზუსტად რა ადგილას და რომელი ხის ძირას იდგა მანქანა, ნამდვილად არ მახსოვს. გასაგებია. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ ჩემთან მობრძანდით, თქვენ და თქვენ თანამშრომელი კიზირია თუ არ ვსწრები? კი. და ამიხსენით უფლებები გამაცანით და დამაკავეთ ადმინისტრაციული წესდებით, ხო? ხო. კი ბატონო, ზუსტად არ ვიცი ხა იქ ნაგვის ყუთებს რა უნდა და იმ ადგილას, იმიტომ რომ მე არ მახსოვს იქ ნაგვის ყუთები, მე მხოლოდ იქ ხევი მახსოვს. რა გახსოვთ? ხევი მახსოვს. თამაშოს ქუჩას რო გაცდებით, უკვე იმაზე რო გადიხართ, რა ქვია, მაგისტრალია თუ გზატკეცილია თუ რაღაც. ხო არის თქვენს ცნობილი. ვიცი რა ტერიტორიაზე საუბრობ? კი ბატონო, მაშინ რატო არ ითქვა ის თქვენს მიერ, რომ ზუსტად იქ მოხდა ჩემი დაკავება და არა იმ ნაგვის ყუთებზე? რა არის თქვა, მე ვერ გავიგე. ჩემი დაკავება, შენი დაკავება, თქვენი დაკავება მოხდა თამარაშვილის თეატრების მიმდებარედ, სადაც იყო ურნები ჩახერგილი გზა. არა ბატონო. ჩემი დაკავება მანდ არ მოხდა, ხევთან მოხდა. და ისიც გეტყვით, რომ თუ ადმინისტრაციული წესით დამაკავეთ. ხევთან როგორ მოხდა ხევი არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაშინ იმასაც დავამატებ, თუ რატო მოხდა ჩემი დაკავება ტაქტიურ პოზიციაში. მსგავსი რამ ბატონო მოსამართლე მსგავს ამას ადგილი არ ქონია. ან მეცრუი ხა ამ შემთხვევაში. ხეხზე მდგომი დააკავეთ, ხო ბატონო გიორგი? ვერ გავიგე. ხეხზე მდგომი დააკავეთ. დავაკავე მაშინ, როცა რა თქმა უნდა ხეხზე მდგომი, როცა გზა ქონდა გადაკეტილი. აქცევა არ უცდია, ხო ისეა? ბატონო? აქცევა არ უცდია. როგორც ამდენჯერმე ვახსენე არა. კარგი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. რამეზე უარი იყო არ გამოცხადებია ხელმოწერაზე რაიმე დოკუმენტის? არა, ყველაფერს ხელი მოაწერა. როგორც აღნიშნეთ, ადმინისტრაციული მოხლით დამაკავეთ და მშვიდობიანი თერაპიაში მოხდა ეს ყველაფერი. მაშინ რის საფუძველზე მოხდა ჩემს თქვენს მანქანაში უბრალოდ ჩემი პირდაპირ შეჭენვა, ჩატენვა. რა ჩატენვა? ერთი წამი დამასრულებია კითხვა. ვერ გავიგე, ჩატენვა რას ისე? eno ძალის გამოყენებით და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოყენებით. რის გამოყენებით მე მოგაკეთეთ? კი. ბატონო მოსამართლე ეს მართლა სიცრუე არის. მე შეიძლება გადანაშაულებს სიცრუეში თქვენ მოხდეთ და ხელი დაგაგდე. მე ხელი დაგაგდე. ხელის გამო. სიცრუე არის არ შეიძლება მოგაკეთეთ? კი. ნუ არა ვიცი და. ხოდა ეს საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი თუ კი არის ეს ან კანონიერია თუ არა? კანონიერია თუ არა, როდესაც პოლიციელი ადმინისტრაციულად დაკავებული ადამიანზე ახორციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რა უნდა კანონოა და ახონხდა ზოგადად ვის? გასაგებია, მარიოს. დღეს დავკითხეთ ბრალდების მხარის ერთი მოწმე გიორგი ჯიქია, ეს გახლავთ პირი, რომელმაც პოლიციელი რომელმაც დააკავა და ჩაატარა პირადი გასინჯვა ადგილზევე. ის ამტკიცებს და ყვება შემდეგ ვერსიას მოვლენებისა, რომ მან ჯერ მივიდა ის ბრალდებულთან და მოუწოდა დაეტოვებინა გზის სავალი ნაწილი, რადგან კეტავდა გზას, არ დაემორჩილა ხომერი კი, რის შემდეგაც მან და მისმა თანამშრომელმა დააკავეს, ჩასვეს მანქანაში, აღნიშნა არაერთხელ რომ ყარდა პირდაპირ ეს ტერმინი გამოიყენა რამდენჯერმე
ბენზინის სუნით ავტომობილიც და ჩანთაც, თუმცა ეს ჩანთა მას არ გაუხსნია, იმიტომ რომ ამით კანონს დაარღვევდა. წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ხელმეორედ ჩაატარეს ნივთების გასინჯვა და აი იქ უკვე აღმოაჩინა თუ რა იყო წყარო ამ სუნისა, ბენზინის სუნისა, რომელიც იდგა მანქანაში და რომელიც აზდიოდა ზოგადად დაკავებულს. სინამდვილეში რაც მოხდა არის ის, რომ ამ პოლიციელებმა არავითარი გაფრთხილების შედეგად არ დაუკავებიათ ხომერიკი, იგი დააკავეს პირდაპირ მოიტაცეს ქუჩიდან როგორც იტაცებდნენ ხოლმე სხვა ჩვეულებრივ დემონსტრანტებს, ვინც ხელში მოხვდებოდათ იმ დროს, როცა ამ დროს დაკავებული არც იმყოფებოდა გზაზე, ასავალ ნაწილზე და იმყოფებოდა თამარაშვილის გამზირის მიმდებარე ხევში, ტყეებში. ამასთანავე დაკავება განხორციელდა ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებით ჩვენ არერთხელ გვინახავს მედიით გავრცელებული, დევნით და იძულებით ძირს დაგდებით. დააკავეს ორი ძმა, ადგილზე მათ ვერაფერი ვერ უპოვეს, ხოლო პოლიციაში გადაყვანის შემდეგ სასწაულებრივად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ძმის ჩანთაში აღმოაჩინეს მოლოტოვის კოქტეილები. ბრალდებულის გადმოცემით და ამ ნაწილში ჩემი პოზიცია ბუნებრივია ეყრდნობა ბრალდებულის მიერ გამოცემულ ინფორმაციას, მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა მათ შორის დღეს დაკითხული მოწმე გიორგი ჯიქია, რომელმაც იძალა და მასზე უფრო ზუსტად ხელი გაარტყა. მონაწილეობდნენ ასევე სხვა პოლიციელებიც, რომლებიც მის მსგავსად ძალადობდნენ ფიზიკურად და ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც გრძელდებოდა ეს მნიშვნელოვანი გარემოება. ეს არ მოხდა მხოლოდ იქ, სადაც მათ ჰქონდათ დაუჟილობის განცდა და გასწრება ვერ ხედავდათ, ეს გაგრძელდა უკვე პოლიციის განყოფილებაშიც, მათ შორის გაგრძელდა გამოკითხვის ოთახშიც, რომელზეც საუბრობდა მოწმე, სადაც როგორც აღმოჩნდა, არც ჩანაწერები არსებობს ვიდეო კამერებისა და არც რომელიმე პოლიციელს უფიქრა რომ გადაიღო ეს პროცესი. მათ შორის ამ პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარებიც პირველ ჯერზეც, როცა ის მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მერე უკვე შემდეგ როცა მიიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშიც. მათ შორის მუქარა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი იყო ის, რომ მის ძმასაც არ გაუშვებდნენ და დაიჭერდნენ მასაც დიდი პერიოდით სისხლის სამართლებრივი წესი და სწორედ ამიტომ მოაწერა მან ამგვარი ძალადობის შესახებ ამგვარი ძალადობის შედეგად ხელი იმ საპროცესო დოკუმენტებს, რასაც მოაწერდეს. მათ შორის როცა პოლიციელი ჯიქია ამბობდა დღეს, რომ ბრალდებული თურმე თანამშრომლობდა და ყველაფერს ხელს აწერდა, ბუნებრივია ყველაფერს ხელს აწერდა და რაღაცა გულახდილობა გადაწყვეტა პოლიციელებთან და თურმე ყველაფერი დაიბრალა მან და პრაქტიკულად საკუთარი თავი გაწირა ხანგრძლივი თავისუფლების აკუთვნისთვის, ცხადია ეს არ მოხდა რა ნებაყოფლობით და მოხდა ძალადობის შედეგად.